რას უყურებ? ო, რაღაცა სერიოზული ფილმია და ჩამithრია. მართლა? ო, რაზეა? კარატეზე. ხო, კარატეზეა, ვიღაცა კუნთებიან ბიჭს მოუკლავენ მასწავლებელს და ეს მიდი შურის საძიებლად, გაიგე? კარატე, ხო? კარატე. ვა, რატი ჩემი მობილურით რეკავ? ხო. რაც გეკითხა მაინც რო აიღე, ხა? მინდოდა მეკითხა, უბრალოდ იქ შოკოლადს ჭამდი და. ხო, რაღაცა გაუფუჭდა ეთყობა მან ხმა არის მის კარგად და. ხო, მართალია. შენ რა იცი, დარეკე მანამდე უკვე? არა, რა დავრეკე, დავარდა და რო ავიღე მე. ჩაის დალევ? არა, პატარა, ჩაის, პატარა, ერთი სათხოვარი მაქვს შენთან და. გისმენ რა. რაღაც აი, გთხოვ რა, მაგრად რა. აი, წვენი ამოვიტანე წეგან, თუ გინდა დალია, ჰა? კარგი, აბა რას მეუბნები ეხა? ჩვენ ხო ერთ სახში ვცხოვრობთ, ბოლო ახლობლები ვარ და რა გვინდა ეხლა ეგეთი რაღაცეები, ჰა? კარგი, პატარა, ხო, რა ვიცი. ხო, აბა რა ძიები? იცი რა მინდა გთხოვ, აი, გავიცანი პატრულის გოგო ვნახე. და ისე მინდოდა გაცნობა, რომ ვერაფერი ვერ მოახერხე რა. ძალიან მომეწონა. ვა, რატი გიყვარს ბორგილები? ხო, რა ვიცი, აბა. არა, აი, ვერ გავიცანი რა, აი, ვერაფრით ვერ გავიცანი. თან ჩვენ უბანში მუშაობს. მე ადექი და დაპატიჟე. სად დაპატიჟე პატ? რა ვიცი, სადმე ჩვენს კვადრატში. სადე, მაგრამ არ მოდის რა. ხო, ასამოლი გენაცვალე მაგათ ისეთი შუშის შენობები აუჩენეს? აგენაოლება იხუმრე. კარგი, რატი ხო რა მოგივიდა? კარგი, რა მოგივიდა? ხო, დაურეკო და ამოვა. რო დაურეკო პატრულ გოგონას რაღაცა ხო უნდა მოხდეს, არა ისე ტყუილად ხო არ დაურეკავა რა. ხო. ეგეც ვიფიქრე. ხო. ეგეც ვიფიქრე, ესე იგი ვიღაცამ რაღაცა უნდა დააშაოს, რომ ამოვიდეს, თუმცა მე კი არ უნდა დავაშაო, ვიღაცამ რა. ხო, ვიღაცამ რა, მაგალითად შენ. კარგი რატი ახლა, მარე კარგი რა დღეს? არა, რა დღეს? ხვალ. კარგი რა რატი რა. კარგი რა პატარა, შემისრულე რა და თუ გინდა წვენს ამოვიტან. თუცა წეგან არ თქვი წვენი ამოვიტანეო? ხო, მაგრამ თუ ამ თხოვნა შემისრულებ მართლა ამოგიტან წვენს. რა იყო პატარა ბოლო-ბოლო? რა მოგივიდა რა ბოლო-ბოლო ამ სახში ერთად არ ცხოვრობთ, არ უნდა დავიხმაროთ ერთმანეთს? კარგი, ხო, კარგი, თანახმა ვარ, კარგი. ურა ჯიგარი ხარ რა. ხო, დილისთვის რამე მოვიფიქროთ. კი, მე ხა წავა დავიძინებ, ძალებს მოვიკრებ, კარგი? კარგი, მიდი, მე ფილმის ყურებას დავამთავრებ, კარგი. თეკლა როგორ მეწოდები რა, სხვისი სიყვარულისთვის რეებს ვაკეთებ და საკუთარისთვის რეებს გავაკეთებდი რა. გემრიელი იყო ძალიან. ხო რა. მიდი ჭამიკა. რა ხმია? არ ვიცი რაღაცა სისულელეა თეკლა. რაღაც კარატის ბიჭზეა. მასწავლებელს მოუკლავენ, მე მიდის შურის საძიებლად. რა ვიცი და ნეტა გამაგებინა ვინ უყურებს ამას. შენ უყურებ. უი. ლაშა. ხვალსაღამოს ჩვენი ნიძლავის ბოლო დღეა. ხვალსაღამოდან სამსახურს თუ ვერ იშოვი, ერთი თვის განმავლობაში სახლის საქმეებს შენ გააკეთებ. ვიცი, მახსოვს, მაგრამ არც იოცნება მოგებაზე. ნახოთ. ნიკა, შენ ძილის დროა.
ლაშაბიძეა მომყეს ზღაპრები და დავიძინებ. არ ვიცი მე ზღაპრები. როგორ არიცი ლაშა მოუყევი როგორ იშოვის ბუთქუჩუნა ბიჭი ერთ დღეში სამსახურს მართლა რო ვერ მიშოვ სამსახური მე რა უნდა ვქნა უნდა დავაზღვიო თეკლა გინდა დაგენიზლავები რომ სამსახურს ვერ ვიშოვი ლაშა გინდა მე დაგენიძლავები რომ არ დაგენიძლავები რომ სამსახურს ვერ იშოვი თეკლა გინდა მე დაგენიზლავები რომ არ დაგენიზლავები რომ მე დაგენიზლავები რომ მე დაგენ კარგი ხო ხო კარგი წავედი მე ავედი ზემოთ წადი ბიძია, სანამ სამსახურში იშოვი, რამე სოფლიო რეკორდი რო დაამყარო რამეში. რაში? მაგალითად, კოტრიალში. უყურ ერთი ამას შენ, კოტრიალში კი არა. ნიკა, კბილები გაიხეხე და დაწექი მიდი. გამარჯობა პატა. გამარჯობა ბატონო პროფესორო, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ გძებნებით? არა მიშავს. ბოდიში რა, რაღაც ეს დღეები ვერ მოახერხე შენთან შემოლა შაპის მისაღებად და იმედია უყურადღებობაში არ ჩამოვა. არა. ხალხშემოვილი აუცილებელი. კი ბატონო, პრობლემა არ არის. ისა ბატონო პროფესორო, რა უნდა გითხრათ? მობილური უთო, მაგნიტოფონი და კიდე რაღაცები გამიფუჭდა და რო შეაკეთოთ, შეგიძლიათ რომ გააკეთოთ? შეარემონტეთ რა. სიამოვნებით, მაგრამ ეხლა გასაქცევად წყალი მაქვს დადგმული სოსისებს ხარშავ და არ მინდა გამისხდეს, ხო იცი არ მიყვარს გამსხლარი სოსისები. ხო რო შემოვიარო და კი ბატონო, ხვალ იყოს. ჩემთან წავიღებ და გავაკეთე. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ოღონდ ცოტა იჩქარეთ ბატონო პროფესორო, თორე ცოტა დრო გაქვთ თქვენს და ამასაც ამ კუნთებიან ბიჭს. ეს ყდება ბოლოს, ხო იცი? კარგია, ბატონო პროფესორო, კარგია. მე გავაღებ ლაშა. შენ დღეს დაისვენე ხვალიდან იმდენი საქმის გაკეთება მოგიწევს სახლში, რომ დღეს დაისვენე. გამარჯობა. გამარჯობა. აი კაკლის მურაბა მოგიტანეთ. მადლობა. ეს ალბათ რაიონიდან არის. არა, გასტროლებზე ვიყავით გორში და სპექტაკლის შემდეგ ერთმა თაყვანისმცემელმა ქალბატონმა მომართვა სცენაზე. ნიკა, ასე მალე გაიხეხე კბილები. ყველა კბილი უნდა გამომიხილო. აბა როგორ ახართ, როგორ? ხო. კარგად ბატონო ფრიდონ. აი, ლაშა მოწყენილი სამსახურს ვერ შეულობს. რას მეუბნები რა? იცი ლაშა, ჩვენ გვაქვს თეატრში ერთი ძალიან კარგი ვარიანტი. ხარ დაინტერესებული? რა თქმა უნდა ბატონო ფრიდო? მოკლედ, დეკორატორი გჭირდება. ანუ დეკორაციები უნდა გავაკეთო? არა, დეკორაციები არის. შენ უნდა გაიტანო, გამოიტანო. არა, მე ისა ნიკას წავიყვან, ზღაპრებს მოუყვები, ისე კი ვერ იძინებს, ხო? აი, ბატონო ფრიდონ, არ გჭირდებათ ერთი კარგი მეზღაპრე თეატრშიო? ვინ, მეზღაპრეზე გამახსენდა მაგარი. გავალთ ჩვენ. ვანში ვართ გასტროლებზე. თამაშობთ ჯოკერს. კერძელაძის პიესაა. არა, კაცო, ჯოკერს თამაშობთ, ბანკოს თამაშობთ. ჩიტი ყავთ სახლში? არა. უსტვენს რაღაცა და ჰუიმე, ჩემი ჩაიდანი. თუ არ დამირეკავ, მაგას რა ჯობია? არასოდეს თუ არ დარეკავ, კიდევ უფრო კარგი. მე კი არ გიშლინერებს, შენ მიშლინერებს. ხაცია გამარჯობა. რაღაც უთხასიესი ხარ გეტყობა, ჰა? ხო. მე კიდე კარხასიეზე ვარ, მალე დამიჭერენ. აგის, მოკლედ რა ხდება ახლა? ერთ ჩემ მეგობარს მოეწონა გოგო, პატრული გოგო.
ხო და ვერა და ვერ შეხვდა, ვერ გაიცნო, ვერა და ვერ გაიცნო ეს გოგო და მთხოვა დამეხმარეო რამეში და მე ვთქვი დაგეხმარებოდ კიდე მოიფიქრე ესეთი რაღაცა. ეხლა მე გადავწყვიტე რომ რამე წვრილმანი ხულიგნობა ჩავიდინო, ხო ხტები? წვრილმანი ხულიგნობა რა. რომ მე ეს გოგო ამოვიდეს ჩემთან სახლში, იქ ერთმანეთი ნახონ და დაელაპარაკებენ და რაღაცა გაიცნობენ ერთმანეთს, ხტები და უნდა ჩავიდინო წვრილმანი ხულიგნობა, მოკლედ და შენ მითხარ ეხლა ვინმე ხო არ გაწუხებს რომ ჰა? კი, აი იმ ბიჭმა უხეშად დამიძახა სადახარ აქამდე რატო არ მოხვედიო? წარმოგიდგენია? სად უნდა ყოფილიყავი პად? ამან? ხო. თათია რა არის ეხლა მე მაგასთან რომ მივიდე, ეგ უნდა შემომაკვდეს და მღუპაო ეხლა თათია. ამოგივიდე, კარგი სხვა რამეს მოვიფიქრებ ხო? კარგი, ჩემთან შევკვეთავ რამეს? კი, ქვა გააქვს? რა ქვა? რიყის ქვა. რამე მოზდილი რიყის ქვა, აი დაახლოებით დიამეტრად 15-16 სანტიმეტრი დაახლოებით აიგრე, აბა მოძებნე, აბა რამე ნახე. არ არის, არა უშავს, კარგი რამეს მოვიფიქრებ, კარგი. კარგი არა უშავს. რა გინდა? დაიწყო ეხლა. რა? თათია მომისმინე ერთი წუთი, მე გავალ ეხლა. ხო. თათია მომისმინე, გავალ ეხლა თქვენს გვერდით რო გასაქირავებელი პარტია. მომისმინე ერთი წუთი, იმის ვიტრინას ჩავამსხვრევ ეხლა მე, გაიგე და რო შემოვალ ყავა დამახვედრე. ხო, ხო არ დაგავიწყდება. კარგი, მიდი, წავედი. ვის ველაპარაკები? ერთი ბიჭია. რას უზავ? ისე კი დაუმტრევ ცხვირპირს. ოხ, თათია, ერთი წვიმანი ხულიგნობის ჩასადენად არ მივდიოდე რა. ავიდა უკვე. რას ნიშნავს მაშინ მტკვარში გადავხტები? არ გადახტე თქო. რატო დახოხე და ვიცი ცურვა და მაინც გამოდიხარ ნაპირზე. ყვილად უნდა დასრულდე და გაცივდე. რა? არცალია ეხლა, 10 წუთში დამირეკე და მერე მეჩხუბე. სად წავიდა? წვენიო მითხრა და რო არ არის ვის მიუტანო ეხლა ეს წვენიო? ვაცად. თქვენ შეუკვეთავთ თუ ელოდებით ვინმეს? 20 წუთის წინ შევუკვეთეთ ჩვენობა. მე არ უნდა მითხრათ თუ შეუკვეთეთ. მოკლედ თათია ვიტრინა ჩავამსხვრე, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ხო? ხო და ეხლა მომისმინე, ის გოგო თუ მოვიდა, ნანა ქვია იმ პატულის თანაშრომელს და მე სახში ავალ, ხო? ჩაიწერე თუ გინდა. მე სახში ავალ და ჩემთან ამოვიდეს სახში, ხო ხტები? სახში ნანა. ხო, თუ რაღაცა თუ გამარჯობა. თქვენს გვერდით ვიტრინა ჩაამსხვრეს. ვითრეს აქ შემოვიდა, ხო არ იცით რომელია? ხო, მაგრამ ნანა რომელი ხართ? აჰა, ესე იგი, ელენეს ოთახი გამოვგავე. რა დამრჩა? თეკლას ოთახი, ეს ორი ოთახი, ჭურჭელი, სადილი, აბაზანა. დავიღალე აღარ შემიძლია. ნიკა, გეხვეწები ადექი მომეხმარე რა რომ მივალაგო რა სახლი რა. ამცალია ლაშაბიძე მეცადინეო. უი მართლა, ლაშაბიძეას რო გეძახი ხო არ გწყის ლაშადეიდა? ლაშადეიდა იქნება რომ მოგცხებ ამას ერთ ადგილას. უყურებთ ამაში. რას მეცადინეო ტელევიზორს ეხან მიშტერებული. მე კი არა, ტელევიზორია ჩემზე მოშტერებული. რა ყოჩაღი ბავშვიაო, რა კარგად მეცადინეობსო. აწიე ფეხები გამოვგავო. აწიე ფეხები გამო. კაცო, რას უყურებ ამისთანაც რო არ გესმის? აწიე ფეხები გამოვგავო. კონკიას უყურებ. კონკიას უყურებ თუ კონკიას მეცადინებ? ახლა ეს მტვერი კიდე საიდან გროვდება? ამდენი მტვერი გაგიგია რა. ისე მეტის ღირსი ვარ რა. რას დავენიცლავე თეკლას კი არა და ელენეს. აი, ოხ ლაშატორონჯაძე. რა დღეში ხარ ლაშატორონჯაძე, ჰა? ნერვიულო ფიძიაში. მოვა დრო და დაგიფასდება ექშრომა. მოვა ერთი დიდარი ქალბატონი, ფეხზე ფეხსაცმელს მოგარგებს. მე შეგიყვარდებათ ერთმანეთი. და იცხოვრებთ ტკბილად და ბედნიერად. იმის ხარჯზე. აი,
მაგალითიც გაქვს. ეხლა შენ მაგ ლაპარაკს გირჩევნი ადგე და ის ბალიშები გაასწორო. აუ არ შემიძლია ელენთან მტკივა. რა გტკივა? ელენთან. სად არის აბა ელენთა, სად გტკივა მანახე? აი აქ. მანდ არ არის ელენთა, როგორ გტკივა? ხედავ ლაშაბიძია? ისე მტკივა რომ აქაც მტკივა. გეუბნები შენ მაგ მაიმუნობას მეთქი გირჩევნია გაასწორო ეგ ბალიშები. უყურე ამას. გაასწორო გოგო კი არა ვარ. მე რო ისა რა ისა? იყავი მე გავა. მოვძალით ბატონო ფიტა, შევძალით. გამარჯობა. სალამი. აბა, როგორ ხართ? მე კარგად. მოვძალით, შევძალით. შევძალით. ესა ნიკას ვასწავლი გოლფის თამაშს. ხო, აი გოლფი როგორ ხო ეს გოლფის თამაშს ვასწავლი ნიკას ხო. ესა ეს მეთქი ვისადილებ თქო და რო არ დავისვარო ხო. ხო. ეს მე და ნიკა ვთამაშობთ რომ ვითომ ვართ ფეხბურთის გუნდის მწვრთნელები. მანჩესტერის. ხო, აი მანჩესტერის და ვითომ ეს მაგიდ არის მოედანი, სტადიონი და აქ განლაგებებს ესე იგი ასე ვთქვათ. ხო, აქ არის თავდაცვა. ხო, აქ არის ნახევარდაცვა. აქ კიდე ეს თავდასხმა და უტევს ეს. უტევს. რა დაასხეს ამისთანა რომ რა დაასხეს რო აღარ უტევს. აი ასე. კი, ეს რატო გახართ ბატონო ფრიდონ? დამბძანდით, მობძანდით ისა ხო? კი ბატონო, აჰა. ლაშაბიძია, ფრიდონი ბიძიასთან საუბარს რომ მორჩები, მე რაგბის კომბინაციები განვიხილოთ სამზარეულოს მაგიდაზე. რა ყოჩაღი ბავშვია? კი. რა სხარტი? სხარტია, კი, სხარტი. კონკრეტულად და ლაკონურად ჩამოაყალიბა თავისი აზრი. კი, ხო. ახლა აქ კი არ არის მოსატანი, მაგრამ უცებ გამახსენდა. გრძელი სიტყვა მოკლე დიდქმის შაირია ამათ კარგი. კი, ხო. რასაკეთებ? რას? მე ის გამახსენდა კაცი კაცსა შემოსწოცნოთ. ცხენ კაცის აღდგა. უკაცრებოდ ხო. ხომ არ იცით ვინ ჩაამსხვრია ვიტრინა? არ ვიცი. იცოდეთ, დანაშაულის დაფარვა თანამონაწილეობაა და ისჯება კანონით. მართლა? ეს იყო დედას გეფიცებით ეს იყო. მე დავინახე. დიდი მადლობა. გამარჯობა. არა. ისა. მობძანდი ვაჟბატონო, მობძანდი. ოპერატიულობა გამიგია, მაგრამ ესეთი ოპერატიულობა არ შეიძლება ხალხო, გამოგივიდათ ვერ გავიგე. რა გჭირთ? თქვენი საბუთები. საბუთები აგი ერთი წუთით. თქვენს კვადრატში ხო მუშაობს ის რა ქვია, ნანა და სად არის მეთქი ეგ, ნანა? დღეს არ არის საბუთები. დღეს არ არის. ხო და მე რომ მოვა მე რებოდით, რა პრობლემაა, მე აქვე ვიქნები, ხო? მობძანდი. მგონი ფხიზელი არ უნდა იცექ რა. არა, რას ლაპარაკობთ, არაფერი არ დამილევია საერთოდ, აბა საიდან მოიტანეთ? არ დაგილევია? აჰა. კი, მართლა. მოქალაქემ რატომ ჩაამსხვრიეთ ვიტრინა? პატრული რომ მოსულიყო. 112-ზე დარეკვა არ გიცდია? ბატონო, 112-ზე დარეკვა არ გიცდია? ეკითხები და სერიოზულად მიპასუხე. თორე სერიოზული პრობლემები შეგექმნება. რატომ ჩაამსხვრია ვიტრინა? სპეციალურად. შურის ძიების მიზნით ხომ არა? არა, სიყვარულისთვის, ხო? სიყვარულისთვის. ნარკოლოგიურში უნდა წავიყვანოთ. რაღაც ძალიან მხიარული ჩანს ხო? აბა რას ლაპარაკობ? ამბზანდით. ერთი წელები გორკილები უნდა დაგადოთ. კი ბატონო, გასაგებია, დაბზანდით ერთი წუთი. სად გეჩქარებათ, რა მოგივიდათ, სად გეჩქარებათ? დაბზანდით ერთი წუთი, დაგპატიჟებთ დასალევზე ლუდი, ვისკი, აგიხსნით. ხო, დავაწებებ. რას?
ვიტრინას. ხო, დავაწებებ. ლაშასთან ავალ, წებოს გამოვართვებ. ბოლო ეიფელის კოშკი დააწება, მაგრამ ვიტრინას ვერ დააწება. ეიფელის კოშკი დააწება ლაშამ. კი. შემთხვევით პიზის კოშკი ხო არ წამოაგება? არა, ეგ არა. Წამოდი. გასაგებია, მაგრამ წამოვალ, მაგრამ რა ხდება, ვერ გავიგე. 20-ს ყვილა თუ იხდი ხალხო, ჰა? ხო და იმ ჯარიმასაც გადავიხდი. გადაიხდი დაახლოებით 4000 ლარს. 4000 ლარს? ხო, აბა მაშინ რა პრობლემაა, წამოვალ აბა რას ვიზრდ. წამოდი, ჰა. ისა, თათია, რა ქვია, ჩემებს უთხარი, რო ისა, რა ქვია, სადმე საღებავი იშოვონ და კედელზე წააწერო, სადმე თავისუფლება პეტოს, გაიგე, არ გავიწყდეს, ხო? ისა, თათია, ისა, თეკლას უთხარი, რომ დამელოდოს. ნუ ცოტა ხნით მაინც დამელოდოს. კარგი რა, მოიჩემეთ, წამოდით, აბა ერთი რა გინდა, ხო, მოგიზარდეთ. თქვენ გეგონათ მე ვალაგებდი? კი. გამიგვირდა რა კაცის საქმეა სახლის დაალაგება მეთქი. ხო, აბა მე არა ვალაგებ. ხო. არა. შენ ის ხო გახსოვს რა ქვია? სერგო ბულნაძე ხომ გახსოვს? სერგო არაჩვეულებრივი პიროვნება სერგო ბულნაძე. რა მკითხა ერთხელ ისი? არა, ბულნაძე კი არა, პაპავა. პაპავა, ხო, ბულნაძე პაპავა, მესამე. პაპავა მეკითხება, პაპავა კი. ფრიდონო, მარტო ცხოვრობ, მარტო და სახლსო როგორ ალაგე? ეს რა თქვია კაცო ეს. რა უპასუხე იცი? არ დამთავრებულა ეგ? არ ვიცი. საიდან გეცოდინებ? ხო. მე უპასუხე. კაცი სახლს იმიტომ არ ალაგებს, რომ არ წურევს მეთქია. ხო, მაგრად უთხარი, ხო მოგეწონა. გამაჟრჟოლა. ხოდა, რატომ ლაპარაკობ ახლა ამდენს? სარეცხის მათეთრებელი არა გაქვს, როლისთვის მჭირდება. რისთვის? როლისთვის მჭირდება, უცნაური როლი მაქვს რაღაც. სარეცხის მათეთრებელი როლისთვის. როლისთვის მჭირდება. როლისთვის. ფეხბურთი. მოგართვებთ ახლა. აი აქ არის სარეცხი მათეთრებელს როლისთვის აქ ვინახავთ ხოლმე. ხო, და დიდი მადლობა. უცნაური როლია. კი. კარგით, ნახვალდის კარგად ბრძანდებოდეთ. ოხ, ნიკა. გეხვეწები ადექი მომეხმარე რა მივალაგო. ხა ელენე მოვახდათ ადექი, გეხვეწები ადექი. კარგი, მაშინ ვითამაშოთ და თუ მოვიგე, არ მოგეხმარები. თუ წავაგე, მოგეხმარები. კარგი, ვითამაშოთ. რა ვითამაშოთ? რატა ვინ უფრო დაბალია? მოვიგე, არ გეხმარები. კარგი რა ნიკა რა, კარგი რა. არა რაღაცა უნდა მოვიფიქრო რა. მე სად შემიძლია ახლა ამდენი დალაგება და ის მოვიფიქრე. ელენე რომ მოვა, ვეთქვი რომ ვითომ სამსახური ვიშოვე. კი, ეგრე ვეთქვი. იცი რას ვიზავ ნიკა? ნოდარს მე რო ვასესხე იმპულს გამოვართვებ. ნელ-ნელა გამოვართვებ. ყოველ თვეში და ვითომ ხელფასი მაქვს 1500 ლარი. რას მე ჩემინება არ არის. კი, ეგ კარგად მოვიფიქრე. ხო კარგად მოვიფიქრე, მიხვდება რა ეს? კი, კარგი აზრია. მიდი მანამდე სამზარეულო დაალაგე. ვერ დავალაგებ. დაღლილი ვარ ახლა მოვედი სამსახურით. სადახარ პატა ამდენ ხან სად რატომ ანერვიულებ? კარგი რა, რატომ ანერვიულებ? ან დარეკე, ან როგორ დარეკავს ტელეფონი აქ დატოვა? უიმე. პატა. არ ხარ სახში? კარგი, წავიღებ მაშინ მე ამ აპარატურას და გავაკეთებ ჩემთან და ამოვიწყო. მობილური იყო სადღაც მეგონი სადადები ალეო პატრულია
გენაცვალე ვიღაცა შემოვიდა ბინაში გურდი მალე მოდით რა დიახ როგორც იქნა რა ოპერატიულად მუშაობთ რა კარგია ბინის პატრონი თემზადებით არა მე ოთახს ვქირავ ბინის პატრონი გასულია მართალია პატრონი გასულია ესე იგი იცით რომ გასულია კი ტიპიური ძარცვა ვერ მოგართვი ქურდო ამხელა კაცი ხარ და რას კადრულობ ერთ ქურდი კი არა პროფესორი მით უმეტეს პროფესორი კაცი ხარ და რას კადრულობ თუ ქურდი არა ხარ აქ რა გინდა აქ ამოვედი ეს ნივთები უნდა წამეღო რა და დაგეღო მე გაგეკეთებინა და დაგებრუნებინა რა დიახ ოჯა გვეხურება ბიჭი იცით თქვენ ჩვენთან განყოფილებაში წამოხვალთ იქ წყლის მადუღარა გვაქვს გაბუჭებული და იქნებ გაგვირემონტოთ აგრეთ ხუმრობ იქნებ მალე წაიყვანოთ პატრული უნდა მოვიდეს და პატრონი უნდა მოვიდეს ცოტა ისეთი ბუზგუნა ბიჭი არ უყვარს არეულობა ხმაური ხელს გვიშლით გამოძიებაში თქვენ კი გამოყევით აუცილებელია რომ წამოყვეთ დიახ თან ძალიან მაშინ ეს ნივთები მაინც ჩამატაინეთ ისევ ხუმრობს გონი ფხიზელი არ უნდა იყოს იცი ფხიზელი როგორ იქნება ბატონო აი ფხიზელი გააკეთებ და მას ხელს გვიშლით ხო გაგაფრთხილეთ ნასვამი ხართ არა ბატონო არ swam საერთ აქ შემოდივარ ხოლმე საბანაოდ ადრე მეზობელთან ო მე ამათ მეზობელიო შოვალ გადავამოწმე ის უკაცრავად დიახ იმ მეზობელთან რატომ აღარ ბანავთ იქ ყვავილეს ზრდი აივანზე ბალანსი რო დავიცვ იცით რა არის ბატონო მე ახალგაზრდა კაცი ვარ ცული საერთოდ არ მყავს გოგონას ველოდებოდი წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო ამ დროს ესეთი ამბავი მოხდა ხელს გვიშლით მითხარით მერე მოკლედ მეზობელს ვკითხე ფრიდონ შვანგირაძეს და საერთოდ არ იცნობს ფრიდონს სახიო ფრიდონ შვანგირაძეს აუ ეგ ყოყოჩებში პედიატრს თამაშობს მე ეგეთი არაფერი არ ვიცი აი ხედავთ როგორ არ გსხვენია ამხელა დამსახურებული კაცის კორპუსში ცხოვრობ და რას კადრულობ რა როგორ არ გსხვენია დროზე წაიყვანეთ აქედან ამის დანახვაც არ გავაკეთე სერგო როგორც ჩანს ნარკოლოგიურში უნდა გადავიყვანოთ ამბობს მეზობლებთან დავდივარ წყლის გადასავლებად თან რაღაც ყვავილს ახსენებს წამოყევით დავიდეთ კარგად გრანდებოდეთ ნახვამდის უკაცრავდა ერთი ზარის უფლება ხომ აქვს კი ვისარგებლე გამარჯობა ბატონო პარმენ რაო სხვაგან მოხდა კონგითხარი ფხიზელი არ არის თქო რა თა საერთოდ რო არ ნერვიულობს დავდი კარგად ერთ წყალი დამალევინე რა პროფესორს პირიც გაუშრა არა ეს ნერვიულობ და წყალი იმიტომ მინდა პირი იმიტომ გამი ნუ ნერვიულობ გენაცვალე ესენი მოგხედავენ კარგად მიგიყვანენ კომფორტულად არაფერზე არიან ეხლაც მეგიშლით ხე ეს კაცო აბა ჩადებოდეთ ნახვამდის გამიშვით არ ვარ დამნაშავე გეუბნებით გამიშვით კაცო ყელი გამიშვი აღარ შემიძლია კაცო გამიშვი რა ყელი რა წყალი მომიტანეთ ხალხი არ ხართ რა გჭირთ ვერ გავიგე თქვენ გონიათ მე უპატრონო ვარ არა ისეთი ხალხი მყავს აი რომ მომაკითხავენ მე ნახავ თქვენ რომ მომაკითხავენ და წამიყვანენ აქედან აი მე ნახავთ ვისაც ვიცნობ ვე ბატონო პროფესორო მომაკითხეთ უკვე კაცო ხო გითხარი მომაკითხავენ მეთქი და ეს დაბიჭირეს რა და მეც დამიჭირეს ხო ბატონო პროფესორო და გაგვიშვით ხალხი არ ხარ გაგვიშვით კაცო
ბატონო პროფესორო, მოდი ვიწუწუნოთ იქნება ლაშაც მოიყვანო კაცო. შენ რაღაცე დაგიჭირეს ბატონო პროფესორო, ჰა? ისე დაფიქრდი, როგორ არ უხდება ერთმანეთს დაგიჭირეს და პროფესორო, მაგრამ რა სიზავ აბა? სულ ტყუილა დამიჭირეს პატა. მართლა ხო. ბინის გახურდოაზე. შენ? ეს ტყუილა დამიჭირეს ბატონო პროფესორო. მინა ჩავამსხვრიე, მინა. ვიტრინე ჩავამსხვრიე, ეს რა ქვია და მოვიდნენ და ესე სხვა პატრული მოვიდნენ დამიჭირეს. აი ესე ეს ტყუილა დამიჭირეს. ესე შენ არ დაუჭერი ხარ ტყუილა. და შენს პატრულის მანქანით მოგიყვანეს? ხო, ბატონო პროფესორო, რა მაგარი ყოფილა შიგნიდან, ხა? კვიტერიცა, GPS, იარაღები. კი. მაგარია. ხო, ბატონო პროფესორო, ხო. კარგით გავანებო თავი ხაი მანქანას და რაღაცებს. რა ვის ბინას ხურდავდიო, საფს ხურდავდიო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამიხსნეს, შენი ბინის ძარცვაში მედება ბრალი. არა. გაუგებრობა მოხდა. გახსოვს შენ რომ თხოვე გუში ამოდიო, მაგნიტოფონი გამიფუშია, წაიღე და კი. ამოვედი ვაგროვებდი ერთ ადგილზე და არ ვიცოდი ბინა გაგიქირავებია თურმე რა და ის ბიჭი რო არ შენთან როწყობს, ხო იცნობ რა ქვია? რატი როგორ არ ვიცნობ ბატონო პროფესორო? ხო და მაგრამ რატის გონები რომ ქურდი რა და გამოუძახებია პატრულისთვის. და დაგიჭირეს მაგაზე ბატონო პროფესორო? როგორ მეწოდები ბატონო პროფესორო, როგორ მეწოდები ახლა, ჰა? მე ალფო უფრო მეწოდება. ალფო რატო? ისიც დაიჭირეს? არა. შენთან რო ამოვდიო, ავტო ჩემთან დავტოვე, სანამ ჩამოვალ მეთქი, ლობიოს ამოურიე მეთქი რა. აი. ბატონო პროფესორო, ჰაიმე, აი ახლა მივხვდი რაშიც არის საქმე ბატონო პროფესორო. რატი, მაინც ეგან თქვენ ვისაც ლაპარაკობდი, ჩემთან რო ცხოვრობს, კიდით იმან დააჭერინა ჩვენი თავი, ალბათ. და გეტყვით რატო ახლა? ჩემი თავი იმიტომ დააჭერინა, რომ ჩემი სახლი ჩაიგდოს ხელში. თქვენი თავი იმიტომ დააჭერინა, რომ ჩემთან აღარ შემოხვიდე ჩხაპის მისაღებად. და ბაბუა რო ჩამოვა ახლა ალბათ მივა და ეტყვის ბაბუას რომ გამარჯობა, მე შენი შვილიშვილი ვარ და ჩაიგდებ ჩემს ბინას ხელში. მაისა და ბაბუას რატო ეგონება რომ ის მართლა მის შვილიშვილია? კარგი ბატონო პროფესორო, დეტალებს რა მნიშვნელობა აქვს? ცოტა მაცადე რა ნერვიულობა კაცო. ეხ ბატონო პროფესორო, რა 3 ოთახიანი ბინა დავკარგე, ჰა? 2 ოთახნახევრი არის. როგორი ნათელი ბინა იყო? მზე არ ხდებოდა წესიერად. შეხვიდოდი გესიემოვნებოდა. ძველი რემონტი იყო. კიდე? საფხურში დახუთული, ზამთარში ცივი, მილები გამოსაცვლელი, ელგაყვანილობა უარგისი. ხო, შამპანური მომიტანეთ რა, ბინა დავკარგე და უნდა ავღებისო. არაუშავს, კარგით, არაუშავს. ზის ალბათ ეხლა ჩემთან სახლში რატი და არის ჩემო სახლში შემსაწოლზე წამოწოლილი, უჭირავს ხელში ჩემი პერანგები და დასცინის ალბათ რა. უხრატი. ვერთხზა? რას თხზაო ბატონო პროფესორო, აბა მაგის დრო მაქვს ხა, რას თხზაო? არა, მე მეგონა ლექს თხზავდი და დაბოლოება მქონდა მოფიქრებული. მართლა? გაგით, აბა დააბოლოეთ, მიდით, აბა. უხრატი. ცხოვრებაში დაგჭირდება ბორის პოსტულატი. ბატონო პროფესორო, რაღაც უნდა მოვიფიქროთ ახლა როგორ გავიდეთ ჩვენ აქედან, ჰა? მე ვიცი. აბა, ეხლა არ დაიწყო, ოღონდ დროის მანქანა უნდა გამოვიგონოთ, რომ აქედან გავიპარო და რაღაცეები მე გავახციო და რაღაცეები. არა, რა დროის მანქანა. აბა, ადვოკატი ავიყვანო და ის დაგვეხმარა. კარგი, ბატონო პროფესორო, მაგდენი დრო გვაქვს ახლა ჩვენ რა ადვოკატი ბატონო პროფესორო, რა მოგივიდა 1 წუთი დამაცადე რა. დამაცადე 1 წუთი. პატრაგო. უყურე ხა ბატონო პროფესორო. მოდი ახლა შენი ცირაქენი თავი მოიმკვდარო და ვითომ ცუდად ხარ, გაიგე რომ მოგვაქციონ ყურადღება, მიდი. ვაი. თვითონ წნევა მაქვს მაღალი და ცუდად ავარ. ადექი მამწველი ბატონო პროფესორო, მე ადექი. არა.
სინქრონულ ცურვაში ბადალი არ აყავს პოლონეთს რა. დედამ დარეკა მოვდივარო. რა? მოდი ახლა, მოდი დაჯექი ახლა. ესე იგი, ელენე რომ მოვა, ვიქცევით ასე. მე დავიწყებ და შენ ამყვები როცა საჭიროა, გასაგებია? ხო. მე ვეთქვი რომ არც კი ველოდებოდი, ისე დამირეკეს სამსახურის თაობაზე და კლინიკაში. კლინიკაში შემომთავაზეს სამსახური, ხელფასი მექნება 1500 ლარი. თავიდან. ხო, თავიდან 1500 ლარი. ხო, მიხვდება? არ ამგონია, მაგრამ რო იცოდე ყოველ შემთხვევისთვის ცოცხი აიმაზე. ცოცხის მოგზე მე შენ ვერაფერ. უი, ელენე მოვიდა. ელენე. ლაშა. ხო. არ დაგილაგებია. არა. ელენე მე შენთვის მაქვს არაჩვეულებრივი ამბავი. ვიცი ლაშა, საჭმელი გაამზადე, სარეცხი დარეცხე და ახლა იწყებს სახლის ლაგებას. არა ელენე. არა. სამსახური ვიშოვე. მატყუებ. რას ქვია გატყუებ? როგორც კი წახვედი ელენე, იმ წუთასვე დამირეკეს, მე არც კი ველოდებოდი, შემომთავაზეს სამსახური. კი. არ მჯერა. რას ქვია არ მჯერა? ჩემი თუ არ მჯერა, აგერ ნიკას კითხე. ნიკა? კიდე მე გაკვეთილები ვიმეცადინე, ლაშაბიძიას ჩავაბარე, მითხრა ყოჩაღო, უი რა კარგად გისწავლიო და ზუსტად მაშინ დაურეკეს. ხო, კი, მაშინ დამირეკეს. და რა სამსახურია? ისევ კლინიკა. უცხოელებთან, კერძოდ იტალიელებთან, ელენე კი არაჩვეულებრივი პირობები. არაჩვეულებრივი გადასარევი რა. ხელფასი 1500 ლარი თავიდან 1500 ლარი. ნუ როგორ გითხრა რა, გარემონტებული კაბინეტი, არაჩვეულებრივი ესე სულიად ახალი ტექნოლოგიები, არაჩვეულებრივი ხედი. იყავი მისული? არა. არა ელენე, მაგრამ შენ იტალიელების კუდაბზიკობის ამბავი არ იცი? იმან კარგი ხედი თუ არა, კი არ მუშაობენ. და შენ იტალიელმა დაგირეკა? კარგი რა ელენე, რა დაგემართა შენ იტალიელს მე რანაირად დაველაპარაკებოდი. მე დამირეკა ქართველმა წარმომადგენელმა იტალიელების. და უფროსი ვინ არის? უფროსი? კი, უფროსი არის იქ. უფროსი. ვინ უთხრა? ვინმე იტალიელი ფეხბურთელი, დედა ვერ ერკვევა ფეხბურთში. ლაშა რაო, რა მითხარი ვინ არისო უფროსიო? ფრანჩესკო ტოტი. ეგ ფეხბურთელი არ არის? კი, ელენე, ფეხბურთელი, მაგრამ რა არის ელენე? ეს გვარი ძალიან გავრცელებულია იტალიაში. აი ჩვენთან მაისურაძეები ხო არის გავრცელებული ხო და იტალიაში ყოფილა ტოტები. ოჩახლაშა, აი არ მეგონა. ლაშა დღეს დილას ისე გეზარებოდა დალაგება, რომ ვიფიქრე რა ბოთია, ის მაინც მოიფიქროს, რომ ვითომ სამსახური იშოვა და სახს აღარ დაალაგებს თქო. ნიკა, მოდი, უგემრიელესი სენდვიჩები მოვიტანე, ჩემი სამსახურის ბუფეტიდან. ბოთე ვარ კი, ბოთე. ნაშენით? თეკლაც მოსულა. რა შვები? რა შვები და? დაიღალე დავაგებით და ისვენებ ხო? არა. მე მაქვს არაჩვეულებრივი ამბავი შენთვის. მართ მეც მაქვს არაჩვეულებრივი. არა, ჯერ მე დავიწყე. არა, მე დავიწყე. არა, ჯერ მე. ეკლა ლაშას მართლაც არაჩვეულებრივი ამბავი აქვს, ლაშა დაიწყე. სამსახური ვიშოვე. 1500 ლარი. თავიდან. გილოცა ლაშა, ისე მეც რაღაცა ეგეთი ამბავი მქონდა. სამსახური გიშოვე. რა? ჩვენთან სამსახურში რაღაც პატარა ვაკანსია იყო და ჩემს უფროს დაველაპარაკე და არა ისეთი კი არაფერი 1000 ლარი გექნებოდა, მეტი კი არა. 1000 ლარი. არაჩვეულებრივი ვარიანტი, ელენე, აი არაჩვეულებრივი ვარიანტია. მე თანახმა ვარ თეკლ. კარგი ლაშა, რას მაიმუნობ? ნუ სტომატოლოგიური კლინიკა უფრო კარგია. თანაც შენ თქვი, რომ უფრო პერსპექტიულიაო. თანაც ხელფასი 1500 ლარი თავიდან. კი, ელენე, მართალი ხარ. თავიდან 1500 ლარიო, მაგრამ მე დაგაკლებთო.
ეგ. არა, თეკლა ისეთი აღელვებული ეს კი რაც მოვედი სულ ხუმრობს. არა. კარგი ალაშა გილოძა, ნუ კლინიკა რა თქმა უნდა უკეთესია. ისე როგორ მეგონა რომ ვერ იშოვიდი სამსახურს. რა ტყივა დავყარე ჩემს ოთახში ის ქაღალდები. რა? კარგი წავალ ისე მე ავალაგებ. კარგი. ესა. ელენე. შეხედე როგორ ეწყინა თეკლას. რომ უარს ვეუბნები რა. არა მე იცი რა ელენე, მე ვერ ვაწყენინებ ჩემს თეკლას. უარს ვეტყვი ფრანჩესკოს. რას ამბობ, ლაშა? რას ამბობ? იქით ნახე როგორ გაუხარდა თეკლას. კი ბატონო, შეიძლება გაუხარდა, მაგრამ ეხლა ელენე მომისმინე, ის უფრო არ გაუხარდება თეკლას მასთან ერთად რო ვიქნები სამსახურში. თან ეხლა შენ ძალიან კარგად იცი ელენე, რომ როგორ მიყვარს მე თეკლად დასავით მიყვარს და მიხედავ კაცო გოგოს იქვე ვიქნები, რაღაცა იქნება, ვინმე რამე რაღაც არ უცხოს და ისა რაღაცა არ იყოს და ის ეგ ვარიანტი არ გამორიცხო. ლაშა ხანდახან მართლა ძალიან სასაცილო რაღაცებს იტყო. ხანდახან იცია, ორივე გარო იმუშაო. აი! რა განათლებული თაობა მოდის რა განათლებული თაობა როგორ გახსნილი გონება რა გახსნილი მართალია ეს ბოშ მართალია ორ შაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვიმუშავებ თეკლასთან შაბათკვირას ფრანჩესკოსთან ლაშა რას ამბობ მარტო შაბათკვირას როგორ მიხვალ ელენე მე ისეთი სამსახური მაქვს იქ შაბათკვირასაც რო არ მივიდე ხმას არავინ დამწევს კარგი ლაშა გეყოფა ეს სულელური ლაპარაკი მიდი ივახშმე მიდი არა არ მინდა არა ისეთი გახარებული ვარ მე ისეთი გახარებული რომ ბუკმა არ გადამდის ყელში იყავით მე გავახებ აბა როგორ ახართ გენაცალე რა ხდება ახალი კარგი უი ეს ალბათ ელენია გამარჯობა ელენე გენაცალე რა კარგად მოწყობილყარ დათყობია თქვენი ელენე ჩემო საყარელო ერთი რამე დაიმახსოვრე ჩემგან და არასოდეს არ დაგავიწყდეს სპილოს ხორთუმი გენაცალე ყოველთვის ფანჯრისკენ უნდა კონდეს მიშვერილი რომ ბარაკა შემოისრუტოს ეს შეიცვალა რა შედი შვილო როგორ ახარ ხანგულ ყიყლი ხორს ჭამდა როგორ ვიქნები ჭამეს შვილო ჭამე იქნება დაგადგეს საშელი აბა მოყევი ახლა რა ხდება საფრანგეთში სიძვირია გააჩნია სად აი მაგალითად სუვენირების მაღაზიაში არც ისე მე ჩამოგეტანა რაღაცა ჩემთვის შეგენაცვალე რა აი მიხომრე მომსპარი მაქვს ენა ხო იცი აბა რა ხდება ლაშა როგორ ახარ დავიცი მე რა ჭირს ამას რა ჭირს და სამსახური იშოვა და ცოტა აღელვებულია ახლა სამსახური თუ იშოვა სამსახური იშოვა სად იშოვე ბიჭო სამსახური სად იშოვე შე სამსახური არ მიშოვნია არ გიშოვნია იშოვნე შემომეშოვნა შინ დამშვიდი დაწყდა შედი იმეცადინე და ყველაფერს ვიფიქრებდი მაგრამ ამას თუ გამიკეთებდი შენ ნუ მიყურებ თალებში როგორ მიყურებ არ ვიცი ამას თუ გამიკეთებდი ვერაფერს ვერ წარმოვიდგენი კარგი ვქენი მეც რომ ნახე დროებითი სამსახური და არ გითხარი შენ დიახ კარგი ვქენი და რას როგორ გამიკეთე როგორ მაკადრე ერთადერთ მეგობარს ერთ როგორ უნდა შემომხედო თალებში როგორ მეტყვი რომ ვალი დამიბრუნე ალბათ ვერც მეტყვი ვერას ნოდარ გამარჯობა როგორ ხარ რო შენი მტერი და დამაწყევარი გენაცვალე მე რო ვარ ეხა როგორ უნდა ვიყო ერთადერთი მეგობარი რომ ამას გაგიკეთებს დაგღუპავს და დაგაქცევს თვითონ სამსახურში შოვის აიწყობს ცხოვრებას პირველი მეორე და შენ დაგღუპავს და დაგაქცევს აგიხსნი მეთქი ყველა შენი ახსნილი და მაგაგონება ნოდარ იცი რა ჩემთან სამსახურში ვაკანსიაა და თუ კიდე ჩემს უფროს დაგავაპარაკე ღმერთო ხარ აი ერთი ადამიანები ზუსტად ვიცოდი რომ ეთილი ადამიანები თითოეულა მაინც არსებობდნენ ქვეყანაზე და კაცობრიობის ისტორიაში რა გავაკეთო მიმსახურე როგორ გადაგიხედო სიკეთე და პატივისცემა კარგი ნოდარ რა გადაგა რაც ქვია კარგი ნოდარ მგელაძე კუბოს ფიცრამდე არ დაგივიწყებს ამ პატივისცემას შენ გენაცვალე ძველი დუდრო თუ მობრუნდა წამოვალ შენ კარზე და მოურავად ვიმუშავე და თუ არა და რაც გინდა სულო გულო მთხოვე მიმსახურე საცერი თუ ნაბატარო შენ ქორწილში წყალი მისმინე ახლა როდის მოვიდე რომელ საათზე მოვიდე სად იქნება დაწესებულება ხელფასობის მომცემენ ნოდარ მე წავალ დავრეკავ გავარკვევ და გელოდები აქ კარგი როგორ უნდა არ მით არ გაფცე ხმართა მენახო სახში ხართ ნუ ბიჭოლა მოგძალი ხო გამარჯობა ლაშა შენთვის ისეთი ამბავი მაქვს
მთელი ცხოვრება ჩემი მადლიერი იქნები. ვითო? დედა, რამდენჯერ უნდა გითხრა ელენე, რომ ამის ხორტუმი უნდა იყოს ფანჯერაში, რომ შეისრუტოს ბარაკა. ხალბატონო, სპილომ უკვე შეისრუტა ბარაკა და ახლა აქეთ უშვებს, აქ. ბრძენი ქალია ეთყობა ბრძენთა ბრძენი. შენ იცი? აი, რას ვამბობდი? ლაშა, მოდი, ლაშა დაჯექია. ლაშა, შენ ხო იცნობ ჩემი იმ ზარის მეგობარ კუკურის. კუკურის როგორ ამბობ? ხო და კუკურის ბიჭი მუშაობს სადღაც ოფისში, რომელსაც შემოაქვს სამედიცინო აპარატურა. მოვიდა ეს ბიჭი და თქვა, რომ ვიღაცა გაუშვეს და ვაკანსიაო. რა? აბა? მართლა? პირდაპირ შენთან გამოვიქეცი. სტურუები არ დამიხვდნენ სახში და შენ გამახსენდი მაშინვე ლაშა. მაიმე, ძალიან დიდი მადლობა, ნუნუ ბიჭოლა, ძალიან დიდი მადლობა, ნუნუ ბიჭოლა. აბა? ხალბატონო, ნუნუ, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ახალი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა. ლაშას დღეს დაურეკეს. კარგი რა. მე ვერ მითხარი თავის დროზე ამ ხელაქალი რომ გამომაგწუნეთ აქ. 10 თეთრი ორჯერ ჩამიყვება ლიფტმა. რაზარალი გინახიათ ხალბატონო, რაზარალი კი არ გისმენდით, მაგრამ შემთხვევით მომესმენინა რომ რაღაცა სამსახური გამოჩნდა ვაკანსიაო. ნოდარ მომისმენე შენ ხო გაგეხლა რაღაცა ვარიანტი და დააცადე ადამიანს მე ლაპარაკება პატივი უნდა მცეს რომ მე თუ მაგ შენს გაკ და მე მყავს ნათესავი ერთი ვასიკო რომელიც უმუშევარია და მისთვის მინდა სამსახური. ბატონო ვინ არის ეს ვასიკო არ ვიცნობ მე. აი ეგეთი ხარ შენ რომ ჩემი სისხლი ხორცი გარებიცაშვილი ვასიკო მგელაძე არ იცი შენ ვინ არის? აი მე მგელაძე? ხო? დედა ვისი შვილია? სევერიან მგელაძის აიყო. რას ლაპარაკო? ჩემი ემზარის დეიდის ქმარის მგელაძე. შეგატყე რომ მგელაძე გერია სისხლი მგელაძეები შენ გენაცალე ვასიკო. მე მგელაძე ვარ ნოდარ მგელაძე რო იცი და იმას. რას მეუბნები დედა? მგელაძე ემზარის. ნოდარ მომისმენე რაღაცას საუბრობდით მე და ნუნუ ბიჭოლა და იქნება ხლა რაღაცნაირად დაანებ. გვაცალე ბატონო. გვაცალე ბატონო. მგელაძეები ესა დახვეწილი ინტელიგენტი ხალხი. თითქა ლაშა, ჩემი ემზარი მინდა შენთან მოვიყვანო კლინიკაში და ალბათ ნახევარ ფაში უმკურნალებ ხო? რაც არ უნდა იყოს. შენი მეგობრის ნათესავს ვაწყობ სამსახურში. იზავს. კი, აბარასთვის. ისეთი ოქროსავით ბიჭი ხარ. იმ ნახევარსაც ხო დაგვაცდი. სად გავიქცევით მე და ემზარი აქ არა. დასაკადრისია კაცო აბარასი. მგელაძეები პატარა გვარია, მაგრამ ერნი ვარ. ჯიშიანი საჯიშე ქართველები ვარ. მგელაძე ლაშა, რა უცნაური დღე არა? დღეს ყველა მიშოვა სამსახური. ყველა? წავიდნენ? წავიდნენ. ნუ ნერვიულობ ბიძია შენ. მე მაინც დავაყენებ მაღუძარა შვიდზე. რა თმინდა? არ დაგაგვიანდეს ფრანჩესკოსთან. საქართველო მე პირობა მომიცი გესახმო სიმართლისთვის ბრძოლაში სიცოცხლისთვის თავს გაწირავს პოლიცია დღე და ღამე უნდა ვიყოთ ფორმაში რა? რაზღერი ხარ? ვიცი ბატონო პროფესორო რომ ეგ სიმღერა არ უხდება ამ სიტუაციას მაგრამ რაც უხდება საკანსისინი აკრძალეს გენაცვალე აბა რა ვქნა ეგ რა სიმღერაა? ეს არის პატრულის ჰიმნი იქნება გული მოულბო და გაგვიშვან გაიგე გამოდით თავისუფლები ხარ ოის ჩემმა სიმღერამ დაგატყობათ ჰა? არა ამაზე გაირკვა რომ გაუგებრობა იყო თქვენზეც იზრუნეს უკვე მართლა და ვინ? ბოდიშით ბიჭებო რა ძალიან დიდი ბოდიშით და რაღაც გაუგებრობა მაქვს და მე არაფერ შუაში არა ვარ ხრატი შენ რა გითხარი რა უფ კიდე ვიფიქრე რომ ისა ბატონო პროფესორო გაიცანით ეს რატია ვინ ჩვენი თავი დააჭერინა ხო და ვიცი და ვინც გამოგიყვანათ კარგი ხო კარგი რა ხო ისა აქვს ნატურა ციმციმებდა არ შეწუხდეთ გავაკეთე უკვე